დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი ძალიან საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ფერში მუშაობთ. არ აქვს მნიშვნელობა რა მასალაში ხატავთ, ეს ტექნიკა გამოგადგებათ როგორც ზეთში მუშაობის დროს, ასევე გუაშში და აკვარელში. დღეს გასწავლით როგორ ვიმუშაოთ ცივი და თბილი ფერებით, რომ ნახატი გამოგვივიდეს ფერწერული. დამატებითი კითხვები, რა თქმა უნდა, მომწერეთ კომენტარებში. ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და რაც მთავარია, ვისაც გინდათ ხატვა ისწავლოთ უფრო სიღრმისეულად, გელოდებით ჩემს ხატვის სტუდია გამოხატეში, სადაც ასაკი შეზღუდული არ არის. დეტალებისთვის მოგწერეთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. დავხატე 2 ცილინდრი, როგორც ხედავთ, განათება შემომდის მარცხენა მხრიდან და ერთ განათებას გავაკეთებ თბილს, ხოლო მეორე განათებას გავაკეთებ ცივ ფერს. მე ვიმუშავებ დღეს გუაშის საღებავებით, პალიტრაზე დავიტანე რამდენიმე ფერი, აუცილებლად თან გქონდეთ წყალი, 1-2 ზომის ფუნჯი და რაც მთავარია ხელსახოცი, რომელზეც პერიოდულად შევამშრალებთ ფუნჯს. ესე იგი, როგორც გითხარით, ჯერ გავაკეთოთ თბილი განათება. განათება შემოგვივიდა მარცხენა მხრიდან. ყვითელ განათებას გავაკეთებ. ჩვენი ბურთი არის თეთრი. შესაბამისად, ძალიან მარტივად აირეკლავს იმ ფერს, რა ფერის განათებაც გვაქვს. როგორც გითხარით, გვაქვს ყვითელი განათება, შესაბამისად დავიწყოთ ბურთის დაფერვაც ყვითელი ფერით. მარცხენა მხარეს, საიდანაც შემოგვდის განათება, ჩვენი ბურთი არის ძალიან ყვითელი. ნელ-ნელა მარჯვენა მხარეს დავიწყებთ უკვე გამუქებას და დღეს მინდა რომ გასწავლოთ ფერწერა და რაში გამოიხატება ახლა ეს ფერწერა, ეს დღეს არის ჩათვალეთ რაღაც სავარჯიშო. როცა განათება არის თბილი ფერი, სასურველია, რომ ჩრდილში გავათამაშოთ ცივი ფერი. თუ ცივი და თბილი ფერები არ იცით, აუცილებლად ნახეთ ჩემი ვიდეო გაკვეთილი ამასთან დაკავშირებით და ძალიან მარტივად გაერკვევით ამ თემაში. ესე იგი, როგორც გითხარით, ნელ-ნელა მარჯვნივ ვამუქებ, იმიტომ რომ ჩრდილი მექნება, მაგრამ თავარ ჩრდილს ავიღებ ცივ ტონს, მაგალითად ლურჯს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ თქვენი ნახატი გამოგივიდეთ უფრო ღრმა. ავიღებ ახლა ლურჯს, რომელსაც დავუმატებ ცოტა თეთრ ფერს და დავიწყებ ჩრდილის გაკეთებას. ჩრდილს გავაკეთებ ამ ადგილას და ჩრდილის უკან, როგორც გახსოვთ, გვაქვს რეფლექსი, რომელიც შედარებით ნათელია, ვიდრე ჩვენი ჩრდილი. როგორც გითხარით, ეს ტექნიკა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ნახატი გამოვიდეს უფრო ღრმა. ასევე თუ გაინტერესებთ, ვეცდები რომ აგიხსნათ, რატომ ვხედავთ ცივ ფერს, როცა განათება არის თბილი. როგორც გითხარით, ბუნებაში და შესაბამისად ჩვენ ტვინშიც ყველაფერი არის დაბალანსებული. ამიტომ, როცა თვალები აღიქვავს ძალიან თბილ განათებას, მომენტალურად ჩვენ გვჭირდება ცივის ბალანსი, ამიტომ ჩრდილში ტვინი აღიქვავს ჩრდილს როგორც ცივ ფერს. მაგალითად, როცა გვაქვს ძალიან ცივი განათება, ჩვენ ისევ გვჭირდება ბალანსი, ამიტომ ჩვენი თვალი და ჩვენი ტვინი ჩრდილს აღიქვავს უკვე ძალიან თბილი ტონებით. ეს რატომ ხდება? ალბათ უფრო დეტალურად შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, თუმცა ეს ტექნიკა ფერწერაში აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით აკადემიურ ხატვაში და ნამდვილად ძალიან კარგი ეფექტი აქვს და ნამდვილად უფრო მეტად მიიღებთ სიღრმეს, ვიდრე ჩვეულებრივად ერთ ფერში რომ გადააღებოთ ყველაფერი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა შეარჩიოთ ამ ცივ ფერს, არ აირჩიოთ ისეთი ფერი, რომლისგანაც მიიღებთ ჭუჭყს. მაგალითად, აი სტაფილოს ფერს არ შეურიოთ ხოლმე ლურჯი ან იასამნის ფერი, იმიტომ რომ რაღაცა ეს თქვენი ჩრდილი უკვე გამოვა ჭუჭყის ფერი. აი მაგალითად, ყვითელზე ძალიან მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი ჩრდილი, რადგან ყვითელი და ლურჯი, როგორც იცით, არის მწვანე. ამიტომ მომწვანო ტონს ვიღებთ და ძალიან მარტივადაც გადაგვყავს და ჭუჭყიანი ფერი არ გამოგვდის. ესე იგი, გვაქვს განათება, გვაქვს ცისფერი ჩრდილი, გვაქვს რეფლექსი და ეხლა უნდა გავაკეთოთ უკვე დაცემული ჩრდილი. დაცემულ ჩრდილსაც გავაკეთებ ისევ ცივად.
ცოტას დავუმატებ ინტენსიურ ლურჯს, რომ უფრო დავამძიმო ეს ჩრდილი, რომ უფრო მოცულობა მივცეთ ჩვენ ბურთს. ეს ავარჯიშო გააკეთეთ რამდენიმეჯერ და ნელ-ნელა უფრო გაგიმარტივდებათ და უფრო კარგად აღიქვათ ყველაფერს. შეიძლება ესე ძალიან ინტენსიურად არ გამოიყენოთ ეს ცივი და თბილი, თუმცა სავარჯიშოს დროს ძალიან კარგი არის, რომ ესე კონტრასტული იყოს ამ ცივი და თბილი ფერების შერევა. ეხლა გადავიდეთ უკვე დაცემულ ჩრდილზე. და სანამ დაცემულ ჩრდილს გავაკეთებ, გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გარეცხავთ ფუნჯს, როცა გუაშში მუშაობთ და ფუნჯს გარეცხავთ, აუცილებლად კარგად შეამშრალეთ ხელსახვედზე, იმიტომ რომ აი წყალი რო დაიტანოთ ფურცელზე, ძალიან ლაქები გაგიჩნდებათ და გუაშს არ უხდება. წყლით გადაყვანა ხდება, როცა მუშაობთ აკვარელით. ეხლა ავიღებ თეთრ ფერს და გავუკეთებ ბლიკს. როგორც იცით, ბლიკი არის ყველაზე განათებული წერტილი ჩვენს ობიექტზე და ბლიკს ასევე ეძახიან ათინათს. ეხლა დაგვრჩა გასაკეთებელი დაცემული ჩრდილი. შედარებით პატარა ფუნჯს ავიღებ. ცოტა მუქად ავიღებ ახლა ლურჯს და გავაკეთებ უკვე დაცემულ ჩრდილს. ობიექტთან ამ ჩვენ დაცემულ ჩრდილს გავაკეთებ უფრო მუქად და ნელ-ნელა გავაღიავებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობის დროს, განსაკუთრებით როცა იმუშავებთ წვრილ ადგილებში, იმუშაოთ ფუნჯის წვერით. ასევე ფუნჯს მოკიდეთ ახლოს ხელი, ანუ ძალიან ხშირად ვაკვირდებით შემოსწავლეებს, ვისაც ახალი დაწყებული აქვს ფერებში ხატვა, ფუნჯზე ხელი უკიდია ძალიან შორს და შესაბამისად ვერ აკონტროლებენ ამ ფუნჯს და ძალიან რთულია წვრილ დეტალებზე მუშაობა. ამიტომ აი ფუნჯი უნდა გეჭიროთ ხელში როგორც პასტა. აი ჩვეულებრივ როგორც პასტა გიჭიროთ, ისე დაიჭერეთ ფუნჯი, განსაკუთრებით როგორც გითხარით, წვრილ დეტალებზე მუშაობის დროს. გადავიყვან ახლა ნელ-ნელა კიდისკენ გავაღიავებ ჩვენ დაცემულ ჩრდილს და კარგი იქნება ოდნავ თბილი ფერი რო გავათამაშო. იმიტომ რომ თბილი განათება შემოდის და მარტო ცივი დაცემული ჩრდილი რო არ იყოს, ოდნავ ყვითელ ტონებსაც დავამატებ. ამით უფრო დაბალანსდება ჩვენი ბურთი. ვცდილობ რომ ძალიან დეტალურად ავხსნა ყველაფერი, მაგრამ თუ გზადაგზა გიჩნდებათ რამე კითხვები, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში და ყველაფერზე დეტალურად გიპასუხებთ. პირველი სფერო დავამთავრეთ, როგორც ხედავთ, ძალიან ჰარმონიულად დაჭდა ეს ცისფერი ჩრდილი და ძალიან ბუნებრივი და მოცულობითია. ეხლა გავაკეთოთ უკვე განათება, რომელიც იქნება ცივი. მაგალითად, ავიღებ ესეთი ღია მოცისფრო, მოფირუზისფრო ტონს და გავაკეთოთ ასეთი ფერის განათება. დავამატებ ფერებს, რადგან პალიტრაზე აღარ მაქვს, ამიტომ დავისხავ თეთრ ფერს. მუშაობის დროს ზოგადად გირჩევთ, რომ ყოველთვის გამოიყენოთ პალიტრა. აი ჩვეულებრივი პატარა ქილებით რო არის გუაშები, ისინიც ძალიან კარგია, მაგრამ მაგის შემთხვევაში გირჩევთ, რომ პალიტრაზე დაიტანოთ ფერები და ისე დახატოთ. ესე უფრო შეინარჩუნებთ თქვენს საღებავს უფრო სუფთად და ასევე მუშაობაც უფრო კომფორტული იქნება თქვენთვის. გავაკეთეთ ცივი სინათლე.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გუაშის კონსისტენცია უნდა იყოს აი კრემისებური, ანუ არ უნდა იყოს ძალიან თხელი. წყალს ვიყენებთ მხოლოდ ფუნჯის გასარეცხად. ანუ გადასაყვანად წყალი არ გამოიყენოთ. მარჯვენა მხარეს გვაქვს ჩრდილი, შესაბამისად ნელ-ნელა გავამუქებ ჩვენს ცისფერ ტონს. უпроსტად მოფირუზისფროს. სხვათა შორის ჩემი საყვარელი ფერია ფირუზისფერი და ძალიან ხშირად ვიყენებ ნახატებში. აი როცა თქვათ ესეთი უხეში ზოლი გამოგივათ, ხო? და მუშაობის პროცესში ეს ძალიან ნორმალურია. გადაყვანისთვის შეგიძლიათ გარეცხოთ კარგად ფუნჯი, გაწუროთ და რბილად ერთმანეთში გადაიყვანოთ ეს ფერები. ძალიან მარტივად გადაიყვანთ ფერებს, თუნდაც რო გაგიშრეთ გუაში, არ არის პრობლემა, როგორც კი სულ ფუნჯს შეახებთ, მაშინვე გადნება, ასე ვთქვათ, ის გუაში და მარტივად გადაიყვანთ. ამიტომ გირჩევნიათ, რომ ესეთი უხეში ზოლები გამოგივიდეთ თავიდან და მოცულობითი იყოს და ასე ვთქვათ, უფრო მუქდებოდეს და კონტრასტული ფერები იყოს, ვიდრე იმის შიშით რო ვერ გადაიყვანთ, თლიან ერთ ფერში გადაღებოთ ნებისმიერ ნახატი, რასაც არ უნდა ხატავდეთ. ამას ხშირად ვაწყდებით ჩემ მოსწავლეებთან და ამიტომ გავამახვილე ახლა ამაზე ყურადღება. აი ესეთი გადაყვანა რთულია ხოლმე აკრილში. რთული კი არა, ფაქტიურად შეუძლებელია 5 წუთში თუ გაშრა ის ფერი უკვე ვეღარ გადაგყავთ. ამიტომ მე არ მიყვარს ხოლმე აკრილი, განსაკუთრებით თუ ეხლა იწყებთ სწავლას, ყოველთვის გირჩევნიათ, რომ დაიწყოთ გუაშით. ეხლა ავიღე უკვე წითელი ფერი, რადგან ჩრდილი მექნება უკვე თბილი ფერი და ჩრდილისთვის გამოვიყენებ აი ესეთ წითელს. დავდე ესე ძალიან უხეშად ეს წითელი და როგორც გითხარით, შემდეგ გადავიყვან ძალიან მარტივად. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მაგალითად ეხლა ხო მუშაობ სფეროზე, თქვენი ჩრდილი უნდა მიყვებოდეს კონტურს. აი წრიული უნდა იყოს ეს თქვენი ჩრდილი. ზოგადად აი რა ფორმაშიც ხატავთ, იმ ფორმის ჩრდილი უნდა იყოს, რომ ფორმა არ დაირღვეს და უფრო ჰარმონიულად მიყვებოდეს ჩრდილი ფორმას. ვამატებ რა თქმა უნდა რეფლექსს. რეფლექსი არის ჩრდილის უკან, რომელიც შედარებით არის უფრო ღია ტონი და მე ამ ყველაფერს უკვე გადავიყვან, ოღონდ აუცილებლად მშრალი ფუნჯით, ანუ ხელსახოთზე კარგად გაწურეთ ფუნჯი და ისე გადაიყვანეთ, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ რაღაცა ტალახს. ვერაფერს ვერ გადაიყვანთ და გუაშის სტრუქტურაც არ გექნებათ, ამიტომ ხშირად გამოიყენეთ ხელსახოცი. თუ ჯერ არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი, რომ არ გამოტოვოთ ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილები. თითქმის ყოველდღიურად იტვირთება ახალი ვიდეო გაკვეთილი, ამიტომ რომ არ გამოგრჩეთ, გამოიწერეთ და დააჭირეთ ასევე ზარის ღილაკს, რომ ჩართოთ შეტყობინება, როცა ახალი ვიდეო დაიდება, მაშინვე მოგივათ შეტყობინება. ასევე ვინც პირველად ხართ ჩემ არხზე, გეტყვით, რომ ეს არის არხი, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ აკადემიური ხატვა, ძალიან კლასიკური და გამარტივებული მეთოდით. ეხლა მინდა რომ ოდნავ დავამატო წითელი ტონი, რომ უფრო გამოვკვეთო ეს ჩვენი ჩრდილი და შემდეგ ამასაც უკვე გადავიყვან რბილად.
როგორც ყოველთვის ვიდეოს არ ვაჩქარებ, რომ დააკვირდეთ, რამდენად შრომატევადია ეს პატარა დეტალები, განსაკუთრებით გუაში თუ გინდათ, რომ ძალიან ერთგვაროვანი და სუფთა ნამუშევარი გამოგივიდეთ, მნიშვნელოვანია, რომ ესე ნელ-ნელა გადაიყვანოთ ყველაფერი, რომ არ აგიჭრელდეთ და ზოლები არ დაგრჩეთ. ამასაც გავუკეთოთ ბლიკი, ეს ნათელი წერტილი და შემდეგ დაგვრჩება უკვე დაცემული ჩრდილი. ამ სფეროს დაცემული ჩრდილი, როგორც უკვე გითხარით, იქნება თბილი ფერი წითელი, რომელიც ობიექტთან ახლოს იქნება უფრო მკვეთრი, აი ესეთი კონტურივით გააკეთეთ წითლად და შემდეგ უკვე გადაიყვანეთ. ძალიან საინტერესო იქნება, რომ სინჯოთ სხვადასხვა ფერები, ანუ ნებისმიერი ფერი შეგიძლიათ აირჩიოთ თბილი და ცივი და გააკეთეთ ეს საპირისპირო ჩრდილები და სინათლეები. ძალიან სახალისოც არის ამ ყოველფრის კეთება და პლუს ძალიან დაგეხმარებათ, რომ კარგად გაიგოთ ფერწერა და თქვენი ნახატები იყოს ძალიან მოცულობითი და რაც მთავარია ფერწერული. აქაც შევიტან ოდნავ ცივ ტონებს, მარტო თბილი რო არ იყოს ეს დაცემული ჩრდილი, ოდნავ ფირუზის ფერს დავამატებ უკვე კიდეში, რომ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი განათება არის ცივი. ესეთი ვიდეო გაკვეთილი გამოგვივიდა დღეს, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის და ინფორმატიული იყო ეს ყველაფერი და დაგეხმარებათ, რომ განავითაროთ თქვენი ხატვის ტექნიკა. აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და გააზიარეთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის, ჩემთვისაც ძალიან დიდი სტიმულია, რომ უფრო მეტი საინტერესო ვიდეო ჩავწერო. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ ახერხებენ ხატვაზე იარონ გარკვეული მიზეზების გამო, რომ შეძლონ ხატვის სწავლა. ყველას გელოდებით კომენტარებში, მომწერეთ რისი დახატვა გინდათ რომ გასწავლოთ. თქვენი კომენტარები ძალიან მეხმარება ხოლმე ვიდეოების ჩაწერაში, რადგან ზოგჯერ არ ვიცი ხოლმე ხალხს რა აინტერესებს და თქვენი კომენტარების მიხედვით ძალიან ბევრ რაღაცას ხვდები და მეც ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ თქვენგან. მომავალ შეხვედრამდე.